შეჯიბრო ხემსი Sorry. Იმზადებით ხვალინდელი დღისთვის. ეს ვარჯიშეთ და ცოტა იწვიმა ხვალე იმედი ამინდი გვაცის და უფრო მეტი წვიმა არ იქნება და ნახოთ აბა დანარჩენს უკვე ხვალიდან უფრო დეტალურად და კარგად ვეცდებით გადავიღოთ და გამოვაჩინოთ და დაგანახოთ ხვალინდელი დღის ასე რომ ვთქვათ ღირს შესანიშნაობები დეტალურად ავწეროთ ყველაფერი წესები ვიდეოები შემოგთავაზოთ გადავიღოთ კაი მუშაობები დაჯილდოება შეკრება კენჭისყრა და ასე რომ ვთქვათ ყველა ის სრულმანი დეტალი უკვე დაგანახოთ. Dobro. Hello, my friend. Bato. Hello. Si dobro. Ciao. How are you? Good. Trip good. Yes, My friend. Hello, Gusha. How are you? Good friend. How are you? Doing good, and you? Luca. Hello. Hello, Nice Dushan. to meet you. Thank you. Hello. 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 Jutro, dobrodošli. Hello, how are you? Okej, dobrodošli. Welcome. How are you? Very good, very good. Hello. Hello. It's hunting house or? My friend, house, Hunter. Hello. Hello, welcome. Nice to meet you. Hey, you too. Bye. This is good. Ay, რამდენი ხალხია? Yes. დინარეობს შეკრება, ცოტა ხანში დაიწყება კენჭისყრა და გადავნაწილდებით ჯგუფებში გავიგებთ ვინ რომელს უწევს ძაღლის გაშვება, ვინ რომელს აჩნდება და შემდეგ უკვე გადავინაცვლეთ ადგილებში, სადაც ჩატარდება უშუალოდ საველე შეჯიბრები. ბატარეების მიხედვით დაყოფას უცდით ახლა ხალხის მოგროვებას, ბევრი ძაღლია და თინან გამომდინარე პატრონიც ძალიან ბევრია და როგორც კი მოგროვდებით, უკვე კენჭისყრის ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ. ეხლა ცოტა ავა და ცოტა რაკია, დილით კარგია. Pošto je ovo memorijal Tika Kojić u prethodnoj godini nam je preminuo osnivač ili organizator prve utakmice u Jugoslaviji koja je održana 74. godine Dule Vesić, zamolio bih vas da minutom ćutanja odamo im počast pa da krenemo sve gostovanju, želim im puno sreće na današnjem takmičenju jer su prešli 2000 km da bi došli na jedno od naših takmičenja. Hvala. Na današnjoj manifestaciji kilometara ne znamo da li će ostati do kraja, želio bih jednom i drugome znak pažnje da im dodelim po jednu zahvalicu. Thank you. Nije korumpira. ესეთი საჩუქრები დაგვაჯილდოეს ორგანიზატორმა მედალუკა Slavkovica je završena. მადლობის ნიშნად ხელახსის გამოვლისთვის და დაფასებისთვის ჩვენი შრომისათვის. მადლობა ძალიან დიდი ორგანიზატორს. Sljedeći je Batak Čarnovnjak.
უკვე დაიწყეს სროლა, აი. მივდივართ ახლა ადგილებში, სადაც გადანაწილება მოხდა ბატარეების და ჩემს უკვე გზადაგზა გადავიდეთ. დავიძარით ადგილისკენ. ჯამში 7 ძაღლი ვართ ერთ ბატარეაში, ჯგუფში ასე რომ ვთქვათ. ჩემი და ლუკას სამფერები 3 ცალი და პლუს 4 ცალი ორფერა არის ჩვენს ბატარეაში. ვინც არის მასპინძელი და პასუხისმგებელი ამ ბატარეის და კერძოდ კონკრეტულად მაგ ადგილის, ის არის ის გამოვა მიიღებს მონაწილეობას ბოლო გამოსვლა მაგის იქნება და დანარჩენზე კიდე იქ ადგილზე უშუალოდ ადგილზე ჩატარდება კენჭისყრა და დადგინდება რიგითობა. ვინ პირველი გახსნის, ვინ მეორე და ასე შემდეგ. მივდივართ ადგილისკენ, წინა წელს მაგალითად გზაში სადღაც გაგვაჩერებინეს მანქანა და იარაღის ტესტი ჩაუტარდათ. ეხლა ამჯერად არ ვიცი ჩატარდება თუ არა, მაგრამ გააგებინებთ მოკლედ ერთი სიტყვით. შეიძლება თვითონ ადგილში ჩატარდეს. როგორც გავიგე, წინა წელს სადაც ჩატარდა საველე იმასთან შედარებით გაცილებით მეტი რაოდენობის კურდღელიაო, მეტი რაოდენობის მელიაო და მეტი რაოდენობის ტურაო. ანუ სადევნე ობიექტების სიმცირეს არ განიცდის ეს ადგილი. შედარებით არის უფრო გაშლილი და სწორი ტერიტორიები, ანუ მთაგორიანი ადგილები არ არის. აი მაგ მხრივ კი ცოტა გამოცდილება აკლიათ ჩემ ძაღლებს პირადად, იმიტომ რომ უფრო მთაგორიანში ვადევნებ ხოლმე და ცოტა სხვანაირი სადევნია, გაშლილი ნახნავები და მსგავსი ადგილები. ნახოთ მივიდეთ, შეიძლება ისეთი ადგილი დამხვდეს პირიქით უფრო მარტივიც იყოს. ძალიან მინდა რომ კარგი და საინტერესო ვიდეო გამოვიდეს. მინდა რომ სრულად გადმოგცეთ ის ემოცია, რასაც მე განვიცდი ამ მომენტისთვის და ზოგადად აი ამ პროცესში, იმიტომ რომ ამის გადმოცემა ეს სიტყვებით არის თითქმის წარმოუდგენელი. ეს ყველაფერი ჩემი აზრით მე მდევრემ, რომელსაც მდევარი მხოლოდ მოსაკლავად და სანადიროდ არ ჭირდება და ყურებს ამ ყველაფერს როგორც როგორ ხობად და თავის ცხოვრების ნაწილად უნდა განიცადოს ეს ყველაფერი რა. იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელიც ზენიტში მივყავარ, ასე რომ ვთქვათ რა და ძალიან დიდი ნერვიულობა, ძალიან დიდი ადრენალინი და ყველაფერი ერთად მაქვს მოსვავებული. მაგრამ ეს ყველაფერი მეკარწყლება იმ მომენტში, როდესაც უშუალოდ ფეხს დავდგავ ბალახზე, მიჭირავს ძაღლი და საბელს გადავაზრობ, აი მაგ მომენტში ყველაფერი მავიწყდება და ვარ თლიანად თავიდან ბოლომდე პროცესში ჩართული. ეს არის ავით ჩემთვის ნირვანა რა ასე რომ. იარაღის გამოცდაზე მომიყევი. რატო ვაკეთებთ? რატო უნდა გამოცადონ? სროლასთან მიმართებაში ცევას ამოწმენ, ორე შენიეთ. გაუსვრიან იარაღს და ეს იქნება ტესტი? ხო, იარაღის გასროლაზე რეაქციას შემოხდება. ნახოთ. Two dogs, 2 papers. It's one. And just one. Okay. მეხუთე და მეორე. მეხუთე და მეორე გაშვება არის ჩემი. გადავწყვეტ ახლა რომელს მეხუთეს ანუ მეორე და მეხუთე. ხო. ანუ მეორე ძაღლი ხარ და მე მეხუთე. მეორე ახსნა ჩემია და მეხუთე ახსნა ჩემია. შვენი. ნახოთ ვინ იქნება პირი. He picked the number 1, but he offers one of you if you like. Thanks. No, take. Uzmite broj slobodno. რა საყვარნები არიან, აძნებენ პირველ ადგილს, იმის გამო რომ თქვენო სტუმრები ხართ და მოგცეს პირველი ადგილი. Dobro. გაგვიცა. On the edge of this wood and you release drop there. Yes. Now people are around the pit, people to see the object. Yes, of course. Local people will be in the places to see the game. You can work with the find it.
Okay. Would you like here on the edge? This is on you. Okay. Or in the edge of the wood. Depends on yes, edge of the wood or here. Okay. კარგად მეკუა. ძალიან მაგარ დევნას აკეთებს. თავარია ობიექტი დაგვანახოს ახლა.
წუთია უკვე არ დაუკარგავს. სავარაუდოდ ვერ დავინახეთ ან მელია ან კურდღელს ვარაუდოთ, მე უფრო კურდღელი მგონია. ესეთი ხმებით ამან მარტო კურდღელზე იცის მუშაობა. მელიაზე შეიძლება, მაგრამ უფრო კურდღელზე. მაგარი ამინდი გვაქვს და პირობის შესაბამისი მუშაობაც აქვს. სასწაულდა მასაკეთებს პირდაპირ ვიტყვი. იმედია წინა წელივით არ დაიჩაგრებ. წელსმაც. გადმოსულა. რა ვქნა თუ ვერ დავინახეთ ობიექტი, ცუდად ასაქმე, არა და უკვე ზუსტად ვიცი რომ კურდღელია. ორი პეპელა გაკეთებული. ეძახით წავს. მელა იყო მელა. პატრონი იზახსოვდა იყო. არა რაც იყო კარგი იყო. ისეთი მუშაობა 15 წუთიანი ჩაუკარგავიდან და იყო. არ ჩაუკარგავს ბოლოს უბრალოდ ეგეთი ძაღლია, მიანება თავი შუადევნაში არ უყვარს ეს ბეწვი რა. ურდღელი შეხვედროდა და ამჯდარი იყო მთელი დღე. მელაზე და ვიცი ტურაზე არ მუშაობს. Bravo zit. აგიტყვა ესე. აი, გობია რომ ჩვენ გავყავთ. მაყურები, გადამაღებინე GPS. ჰა? GPS. აგერ მოვით. გაიგი გადა. ვადი ჩემი გო. აი გო. მოდია, ჰე. მაიმუნ, მოდია, ზეცო. მოდი. მოდი. ვაჰ, ჩემი, მოდი. მოდი, დაჯიქი მოდი. დაჯი. მოდი. კრივის ჯერი დადგა. ბოლთას წემს ეს მიყვარს. ბიჭო. კარგად არ ჩანს ძაღლი მგონი კვალი აქვს. დანწვიმს და ნახოთ აბა იმედები მაქვს ამ ძაღლის მელიაზე მაინც. იმედია მალევე იპოვის.
პაროლი ყავს. იგი ვერ მიუახლოვდა ძაღლი ვერაფრით. ეხა ლუკა არის წასული და ხალისა ახსნა დაახლოებით 5 წუთია, თუმცა უკლები არა აქვს. მანამდე კრივი ყავდა ახსნილი და ძალიან დაშორებული უყებდა რა, ერთ ადგილზე არ უყებდა. სულ გადაადგილდებოდა თან სწრაფად, მაგრამ ძალიან ყავდა დაშორებული და ვერაფრით ვერ დაიახლოვა. აიჭრა რა დღეს. 0 იყო ჩემთვის კრივი და ნახოთ აბა, იქნება ხალისა მაინც გამოასწოროს ხასიათი. თუ არა და იმედი მაქვს შემდეგ საველეზე გვასიამოვნებენ და დადებენ შედეგებს რა. დღეს დიდი ვერაფერი. ერთი ზეცამსდია და ისიც თავი მიანება, იქიდან გამომდინარე რომ არ უყვარს ეს ბეწვი და შეიძლება 15 წუთში გაიხსნას და მოეშვას უფრო სწორად, შეიძლება საათნახევარი და 2 საათის დიოს, მაგრამ დღეს ის დღე იყო რომ 15 წუთის თავზე მიანება თავი. მელია არა და ზუსტად ვიცი შეეძლო კიდე 3 და 4 მაგდენი ეტარებინაზე ვთქვევით, მაგრამ აი ეგრე გადაწყვიტა რა შუა დევნაში ჰუპ და გაჩუმდა და წამოვიდა ჩემკენ. მაგას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ მელიაზე და ტურაზე. ნახოთ აბა. მე დაჯილდოება იქნება. რა როგორანაირად ჯერ არაფერი არა გადაწყვეტილი, ჩვენ ბატარეაში იყო რამოდენიმე დევნა, მაგრამ დიდი არაფერი. ერთი დევნა იყო, მე რატომღაც უფრო შველი მგონია. მეორე დევნა კიდე ძალიან პატარა ხნიანი იყო და ჩვენს მერე კიდე ერთი ძაღლი უნდა გამოვიდეს ადგილობრივი. გაუჭირდათ რა ამ პირობებში. უბრალოდ ამ პირობებზე მიჩვევა გაუჭირდათ, თორე პირობები იდეალური იყო. ცვარიც ქონა სისველეც ყველაფერი კრივის დროს ცოტა გაწვიმდა, მაგრამ ყველაფერი კარგად იყო რა, პირობებს ნამდვილად ვერ დავაბრალებ. ერთადერთი ამნაირ ზედაპირებზე არ არის მაგდა მაინც ჩემი ძაღლები ნაჩვევები, მაგრამ რაც უნდა გაეკეთებინეთ, მუშაობით იმუშავეს, მაიმუნობა არ დაუწყიათ, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, მეც მოველოდი გაცილებით, მაგრამ არა უშავს. რაც მოხდა, მოხდა. თავარი ხალისამ ჩაატაროს თავის საქმე. ჯერ კიდე 1.5 საათი მაინც აქვს საპოვნელად ხალისას და იმედიანი ძაღლი არის და იმედი მაქვს რომ კაი შედეგსაც დადებს. ეს ძაღლი გახდა არის ჩამოთვლილი. აი, ის გამოც მოიხსნა ქალბატონი ნაკბენი. Дамдакна ღმერთმა უწყის. Ono što mene kao sudiju čini veoma zadovoljnim i krenut ćemo redom. Znači Nemanjin, odnosno Marko pas je gonio puno vreme, nismo vidjeli divljač, ja sam ubeđen da je lisica, ali to što sam ja ubeđen je moja stvar, ja moram da sudim po pravilniku, nisam video divljač, znači on je sa punim vremenom na prvom mjestu u našoj bateriji, 45 minuta, drugo mjesto Đoletova kuja, mlađa sa 24 minuta, isto sam ubeđen da je sitna divljač, ali nisam video, ista stvar. Na trećem mjestu je Trobojka, to je viđena lisica sa nekih 16 minuta i na četvrtom mjestu sa 14 minuta Đoletova starija kuja. Opet, kažem, za sve sam ubeđen da je sitna divljač, ali ništa nisam video. Što se vas trojice tiče, je li to u redu? Nemamo zamjerki. I understand. You understand? First place, First 45. place, second place, second, you are third place, Yes. but you are only one who has seen game. Yes. We see the fox. Yes. Yes.
That's okay. And he is fourth. He's second dog. Second dog. Yes, I understand. Ok. Sad ćemo da uzmemo sa plasiranim psima slika. Dog who is qualified, one photo. Okay. დუბლში რო იღებენ მეორე დუბლის გატანება არ უყვართ ისევ შევიკრიბეთ იმ ადგილზე, სადაც დილით ყავით შეკრებილები, ველოდებით შედეგების საბოლოო გამოცხადებას, რაც ვიცი და რაც გამოაცხადეს აქამდე ჩემს ბატარეაში დავიკავე მესამე ადგილი. ჩემზე წინ გავიდა ძაღლი, რომელმაც ცდია 20 წუთი, თუმცა ობიექტი ვერ დაინახეს და თვლიან მელიას და ასევე პირველ ადგილზე გასული ძაღლი, რომელიც იყო იმ ტერიტორიის მასპინძელი. სადა გამიკვირდა რაღაცეები, მაგრამ რა ვქნათ, ესე არის რა, იმიტომ სადაც ჩვენ ხსნით ძაღლებს ის გავიდა, მოცილდა იმ ადგილს და ახსნა ძაღლი და ახსნიდან მალევე იპოვა და 55 წუთი თითქმის ჩაუკარგავიდევნა ქონდა, რაზე ქონდა არ ვიცით, მაგრამ ჩაუთვალეს მასაც მელიად. მე რატომაც გონია რომ უფრო დიდზე იყო დევნა კერძოდ შველზე ან ორზე, რადგანაც თვალით ვერ ჩვენ ვერ დავინახეთ, თუმცა ისეთი ხმები ქონდა დღეს მელიამ ასეთი ხმაური და ლაწალუძეთ არ დადის. ეხლა კი ველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას, შეფასებების დაწერას. ჩეს გავიგებთ მალე. Korektni, zahvaljujem kolegama sudijama, ali moram još jednu stvar da kažem. Se zahvalim Banji, Sajić, Dari, njihovim čerkama na usluzi, na prelepom objektu. Neću dugo da dužim, malo nam je vreme bilo jutros neugodno, kao što ste vidjeli. Divljač je bilo pod terenom, nisu mogli psi da gone, da odrade kao što su dio takmičara to želeo. Biće, nadam se, sreće u narednim takmičenjima. Ja ću krenuti polako sa proglašenjem pobednika i ovih ljudi koji su imali plasmane. Znači imamo samo 3 pekara za prva 3 psa. 17. mjesto pas Sinko Petrović Vladimir. Srpski Drobojni Gonić, Antić Radoslav Jagodin. Samo prva 3 psa Radović, ovaj vlasnik. Cule Goran Đerić. Vidojević Đorđe. Cigamalac, čestitam Batakta. Ode u šampione! Ali se sve! Ubode ga, dobar! Nemanja, zamolio bih te da se izljubiš i sa ovim momkom. Koji nikad ne vidimo. Neki Žujović. Kasnije. Kad bude došlo dobro. Drobnjak. Okrenuo je on čipte sad. Dobro. Čipte, sve kada čipte. Šta je čipte? Simka, Vidojević Đorđe, još jedan. Zvoli Đole. Vela, Srpski Gonić. Milovan Ilić. Ja kod Kesera, pa eto vidiš ima Čedomir Gizdanović. Čedo. Ilić Miodrag. Izvolite. Imao je plasman takmičar iz Gruzije, Luka Dordulić. Izvolite. Masko je danas četvrto plasirani Astor Ilić Bogdan Rujišnik RCAC. Treće mjesto titula CACT viđena lisica i kolega pokojnog Tike, Žikal Poštar, korektan je takmičar, čestitam ti, prošle godine je bio drugo mjesto, ove godine je prvo, želim ti puno sreće.
Znači što je povedio, služimo se što imamo i vidimo. მოკლედ საბოლოო შედეგები ესე დაალაგდა. ჯგუფში გავედი ბატარეაში, ეგრეთ წოდებულ ბატარეაში მესამე ადგილი დავიკავე. საბოლოო შედეგები კი ესეთი იყო 56 წელში. გავედი მეხუთე ადგილზე. დავაგროვე 127 ქულა. წინა წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგები დავაფიქსირე, რადგან წინა წელს მქონდა 122 ქულა და გავედი 26 სახლში მეოთხე ადგილზე, წელს კი 56 სახლში მეხუთე ადგილი დავიკავე. სიმართლე რომ გითხრათ, კმაყოფილი არა ვარ შედეგებით. უფრო მეტისთვის ვიბრძოლი და უფრო მეტისთვის ვიბრძოლებ შემდეგ შაბათს ქალაქი აგოდინაში. იმედია უფრო მეტადაც გამიმართლებ და კიდევ უფრო უკეთესი შედეგებით უკეთეს შედეგებს გამცნობთ. მადლობა და დროებით ხა შემდეგ შაბათამდე. რას გვეტყვით ერთი არის სიტყვით? რა ვიცი, რა გიქ თავზე ვიძალა არა. ბიჭო